მოწყენილობა. რატომ შეიძლება იყოს ადამიანი მოწყენილი? და რა არის ეს მოწყენილობა სულიერი თვალსაზრისით? ხო ყოფილხართ მოწყენილი. ხო ხარ თქვა, თუ არ ყოფილვართ, არა, მოწყენილი ყველას გამოუცდია ეს. მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით. ცოდვა ვიცით, რომ კაცის კულა და 1000 რაღაცები არსებობს, ხო? მაგრამ მოწყენილობა, შეიძლება ბევრს არ ვფიქრი ამაზე, მაგრამ მოწყენილობა არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. რატომ? ცოდვის დეფინიცია თუ გვეცოდინება, მივხვდებით რატო? რა არის ცოდვა? ცოდვა ეს არის ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრების წესი, როდესაც ის აცდენილია ღმერთისაკენ მიმავალ გზას. როდესაც მისი ნებელობა, მისი აქტიურობა აცდენილია ღვთისნებელობას. როდესაც ღმერთი ერთ მხარეს არის და ის მეორე მხარესკენ ცდილობს იაროს და განვითარდეს. როდესაც ადამიანის გულში ღმერთი ვერ მკვიდრდება, იმიტომ რომ ადამიანს არ სურს ეს იწვევს შინაგან სიცარიელეს და ადამიანის ცხოვრებას შემოდის ისეთი მდგომარეობა, რასაც ქვია მიზნის არარსებობა, ცხოვრების საზრისის არარსებობა. როდესაც ადამიანი კარგავს ცხოვრების საზრისს და არის უმიზნოდ, ის ხდება მოწყენილი. აი ყველას გამოგვიცდია, რომ თქვათ, საღამოს თქვათ 8 საათზე მეგობართან რაღაც მაგარ ამბავზე მივდივარ და მე გამეღვიძა დილის 7 საათზე. წიგნის კითხვა მე არ მიყვარს, ლოცვა მე არ მიყვარს, რამე საქმე არ მაქვს, მთელი დღე რა ვაკეთო და ადამიანი მოიწყენს. ადამიანი როგორ ებრძვის მოწყენილობას? სტანდარტულ შემთხვევაში, ასე დროს ერთობა. გასაგები ერთ დღეს შეიძლება გაერთოს ადამიანი და მეორე დღესაც და ყოველ დღესაც შეიძლება გაერთოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევაში და ერთობა რაღაცას ამ ფილმს ნახავ, შეიძლება ფილმი სულელური იყოს, ან რაღაც ითამაშებს კომპიუტერულ თამაშს, ან დარეკავს სადღაც და თქვა იჭორავებს და ასე შემდეგ. მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ცხოვრებაში ვერ ხედავს იმ ცხოვრების საზრის, რომელიც მას გაახარებს, გააბედნიერებს, და როდესაც ეს მოწყენილობა ქრონიკულ მდგომარეობაში გადავა. ან ამავე და მეორე მაგალითი კიდე და მეორე მიზეზი კიდე. როდესაც ადამიანს თვითქოს აქვს მიზანი, რაღაც ამ ცხოვრებაში გარკვეული მიღწევა, რაღაცის მიღწევა სურს, მიწიერი მიზანი, გეგმა დასახული, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ როგორ არ ამართლებს ხოლმე ჩვენს მიერ დასახული გეგმა, როგორ ვერ სრულდება ჩვენს მიერ დასახული გეგმა ცხოვრებაში და როგორ გვიმტყუნებს ხოლმე გრაფიკი ჩვენი ცხოვრებისა, რომ აი ამის მერე ამას გავაკეთებ, ამის მერე ამას გავაკეთებ, ამას ეს მოყვება შედეგად, ამას მივაღწევ და როგორ არ გამოდის ხოლმე ეს. როდესაც ადამიანს აქვს მიზანი ამ ცხოვრებაში, რომელსაც ვერ ანხორციელებს, ისე როგორც მას სურს, ესეც ამავე დროს იწვევს აი ამ დეპრესიას, ნერვოს და უიმედობას.